ეს არის არარაობა კაცი. აი ეს არის სირცხული სამეგრელოსი. ეს კაცი ნაციონალური მოძრაობის დროს სამეგრელოს პროკურორი როლანდ ახალაია. მისი სახელი და გვარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს არაერთხელ ახსენეს. ყველაზე ხშირად კი დავით ქანთარიამ, რომელიც წალენჯიხის ყოფილი გამგებელი და ფოთის ყოფილი მერია. ქანთარია ერთ-ერთია იმ 400-ზე მეტ მაღალჩინოსანს შორის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა კორუფციის ბრალდებით დააკავა. მიზანი ფულის გამოძალვა და ქონებების ჩამორთმევა იყო. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ გამოყარდა რაღაცნაირად მოაჯდა მთელ სამეგრელოს და გახდა ლევან დადიანი თავისი ჭკუით, რომელმაც დაჩაგრა სამეგრელო. მან სამეგრელოს მოუწყო ეგრეთ წოდებული მეგრელთა საქმე. გამოგონილი ბრალდებებით და გვიშებს ციხეში მთელ სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ადამიანებს იჭერდნენ იცით, აი სიებით რა, სიები იყო ჩამოწერილი. ეს იყო კონვეიერი, მამა და შვილები. ეს იყო კონვეიერი, რომელსაც სათავეში ედგა სამეგრელოში მამა ახალაია და შემდეგ ერთი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუდის ქვეშ და მეორე შვილი სასჯელ აღსრულების სისტემის ქუდის ქვეშ აღასრულებდნენ იმ ნებასურვილებს უკანონოდ, რაც მათ ჰქონდათ. ამან ძალიან დააზიანა სამეგრელო. კანონო პატიმარი ვიყავი, რომელიც არასწორი მკურნალობის გამო, დიაბეტი განმივითარდა პირველ დაჭერაზე, სტრესის გამო, რის გამოც მე დამეზიანდა ორივე ჩემი თირკმელი. მე გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. არა მხოლოდ მაღალჩინოსნებს ერჩოდნენ ბიზნესმენებსაც. გურამ თირქიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები იძულებით და მუქარით დაათმობინეს. არც ესაკმარეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ პროცესსაც როლანდ ახალაია ხელმძღვანელობდა. იქამდე კი სამეგრელოს მაშინდელი გუბერნატორი გიგი უგულავა აქტიურობდა. ის თირქიას დიშვილს $5 მილიონ თხოვდა. უარი რომ მიიღო, დაემუქრა ღიად. ყველაფერს წავართმევთო თქვენს ბიზას. ამის მერე მიბარებს ერბშვენიერ დღეს ბატონი როლანდი ახალაია. თქვენი შვილი და მეუღლე დაჭერილი ყავსო. როლანდი ახალაიას ის ჩამირთეს და მიყურებდა შორიდან. შესვლისას მითხრა, იციო სადა ხარო? ვიცი მეთქი. პროკურატურაში ვარ მე. არა როლანდის ახალაიას რეზიდენციაში ხარო. დაწერეო ასეთი რაღაცა. მიწებს ჩააბარებო. არ დაიწყო ეხლა ლაპარაკი, თორემ 10 წელიანი ციხე მოგიწევსო. სააკაშვილი დღეში 3 ჯერ ფრინდებოდა ჩემს ტერიტორიაზე. ხო და იცოდა რომ გართმევდნენ მიწებს. როგორ არ იცოდა, აუხსნა იქ დაცვის უფროსმა, თავისი დაცვის უფროსმა. ეს კაცი არისო ნორმალური კაცი, სამეგრელოში ყურადღებას აქცევენ ამ კაცს. ხო და მიწები წაართვესო, თქვენ არ გეცოდინებათო მაგიდა წაართვესო მიწები და ციხეშიც აჯენენო. ხო და რამე ხარ და რაც არ გეხებათ იმაში ნუ შედიხართ. ბიზნესმენი თამას წულაიაც მისი საკუთრების წართმევაში როლანდ ახალაიას და ზაზა გოროზიას ადანაშაულებს. მას ზუგდიდში მდებარე უნივერმაღის შენობა, მისივე საკუთრებაში არსებული 21 ობიექტი და ანაკლის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი წაართვეს. ციხეში კი 2 წლით და 6 თვით გაუშვეს. პროკურორი ახალაია როლანდი, რომელმაც ეს თავისი პროკურატურა გადააქცია კერძო სავაჭრო ფირმად, ჰქონდათ სია გაკეთებული და მიდიოდა ადამიანების დაჭერა დამიჯერეს. მომთხოვეს იმდენი ფული, რამდენსაც მე ვერ გავუძლებდი. თან მომთხოვეს, რომ ამ წილს და ამას თუ დავთმობი, მე პრობლემა არ მექნებოდა. მე არ წილი დავთმე არც არაფერი და მომცეს 20 წელი და ნახევარი. გოროზია გუბერნატორი შეაშინა პირადად. წილი დაათმობდნენ 75%. ახალაია მეციხეში იმიტომ დამაყუნა, რომ ეს საქმე გაკეთებული იყო, რადგან ახალაია შვილებთან მქონდა ამას მაკაცრობა, მეგობრობა, უნივერმა იგენკოში რომ მიითვისა ახალაიამ. მესამე სართულზე იყო გახსნეს ვითომ გამასაჯა ანსაღებელი პოლიციელებისთვის. მესამე სართულიდან უკრიდან იყო ასასვლელი, 9-10 საათის მერე აიყვანენ ადამიანს, ხელბორბილიანს. მიდიოდა ცემა, მიდიოდა ტყება, მიდიოდა მაპატიეთ იქ რო არის ერთი კასტილიანი კაცი და უბირია და რაღაცა რო არის იმ ენგურში იმ შენობაშია. ის მამაკაცი ვიღაცა საწყალი კაცი რო გაუბედროს და გაუპატევრეს, ის იქ იყო იმ შენობაში იყო. კასრები და ყველაფერი იქ იყო, მაგრამ როდესაც დაბრუნდა ქართული ოცნება, 3 დღეში ეს შენი კასრები ყველაფერი სადღაც წავიდა და ის იყო მერე სადღაც რო ნახეს.
უსამართლოდ მოექცნენ ბესარიონ ხვინთელიანს, საცკვიბროში მოღვაწე ბიზნესმენს, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებდა. დააკავეს და აწამეს. ციხეში კი ადვოკატებს უგზავნიდნენ, რათა ქონების დათმობას და ფულის გადახდას დათანხმებულიყო. ერთ-ერთი ასეთი ადვოკატი გიორგი მშვენიარაძე იყო, რომელიც 5 მილიონი სანაცვლოდ ხვინთელიანს თავისუფლებას დაჰპირდა. 11 დღე კარანტინში გავატარე. გინება, შეუწყვეტავი ცემატყება, 40 გრადუსიანი სიცხე, წყლით სავსე ბუშტები პატიმრების სტანზე და ხელებზე. ერთი დღე რომ გაატაროს სააკაშვილმა ასეთ პირობებში, მიხვდებოდა რა მეს, რა ჩაიდინა და რა გაუკეთა ქართულ ხალხს. გულის ინფარქტი გადავიტანე. 10 საათი უგონოდ ვიყავი, ვერ ვლაპარაკობდი და ვერავის ვხედავდი. ხმები კი მესმოდა. მოკდაო. ყოველ კვირას ეგრეთ წოდებული რეშკიდან გვამები გამოქონდა. გავიხსენო ერთი ადვოკატი, რომელიც შემოვიდა ჩემთან, გიორგი მშვენიერაძე, მეუბნებოდა, რომ აუცილებლად გაგანთავისუფლდეთ. შენ ამისათვის 5 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადო. საუბარია იმ გიორგი მშვენიერაძეზე, რომელიც ახლა ცდილობს კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას. არის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღებას. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 4 ისტორია მოისმინეს. 4-ვე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლია. 4-ვე ისტორია კომისიის დასკვნაში მოხვდება. დასკვნაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი უნდა გახდეს.